ეს ფრანგული სასაზღვრო კრიმინალური პოლიცია, რომელიც მე და ამაჩემს პარიზისკენ მიმავალ გზაზე დაგვეტევინა. თუმცა ეს ჩვენი მამაშვილური ევროტურის ერთ-ერთი დაბრკოლება ნამდვილად არ ყოფილა. საბერძნეთი ბულგარეთის საზღვარი. ეს რა საზღვარი საწმენდისაა, ვიჯო. მაგრამ სანამ აქამდე მოვალთ, ალბათ გაინტერესებთ თუ როგორ აღმოჩნდით აქ, საკუთარი მანქანით და ქუთაისური შეუპოვრობით. საქმე იმაშია, რომ 20 მაისს მამაჩემი 62 წლის ხდება. და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ის, რაც ალბათ ყველა ქართველი ბიჭის ოცნებაა. მამასთან ერთად მე მოგზაურობ. წარმოიდგინე, შენ და მამა შენი ყიდულობთ მანქანას და იწყება ერთკვირიანი მოგზაურობა ნიდერლანდებიდან საქართველოში. სავსე დაბრკოლებებით, მოგონებებით და საგმირო საქმეებით. ისტორიები, რომელსაც ყოველთვის ღიმილით გაიხსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში საერთოდაც არ გეღიმებოდათ. აუ მაგის დედა კაცის მე იქით არ დავედო. ამ მოგზაურობის ფარგლებში კი ჩვენ გავივლით 8 ქვეყანას. იტალიიდან მანქანას გემით გადმოვიყვანთ საბერძნეთში. დავარღვევთ თითქმის ყველა წეს ევროპის ყველა დიდ ქალაქში. და ვნახავთ თუ რა რაოდენობით ჯარიმას დაგვიწერენ საზღვრის კვეთისას. ასევე მანქანის მოყოლებს გეტყვით ყველა ხარჯს თუ რა დაждდება ეს მოგზაურობა ჰოლანდიიდან საქართველომდე და გასწავლით ხერხებს თუ როგორ უნდა არიდოთ თავი კრთამებს საზღვრის კვეთისას. ბევრი აღარ ვილაპარაკოთ, მინდა საზეიმოდ გამოვაცხადო, რომ ჩვენი ყველაზე ქართული და მამაშვილური მოგზაურობა. სწორედ აი აქედან იწყება. ავეთ. მოკლედ თამაზის არ უფრენია 30 წელზე მეტია. მომართალი ვარ. და არავს არ უყარდა ფრენა. ეხლა უნდა ვიღადაო გზაში რომ შეეშინდეო. რა მაგარი პარადოქსია რომ საბჭოთა კიდე რომ არსებობდა მაშინ იფრინა ბოლოს და ეხლა მიმყავს მაგისტრალის სამოგზაუროდ ევროპაში. მაინც უთი შეგრძნება მაგარა თუ 30 წელია ერთი თვითმფრინავში ავსტავლა. აი ახლა ცოტა ვიგზენი თავში. უბრალოდობაში მოვხდი ერთხელ სიმფეროპოლიდან მივდიოდი ტირასპოლში. რა მაგარი ისტორია. ეს არის 88 წელი, 1988 წელს და მაშინ პატარა თვითმფრინავები იყო 24 კაციანი თუ რუსული თვითმფრინავები იყო. თოვლი, წვიმა, ქარიშხალი, ესე იგი ისე შეგვეში და ისე შეგვე აი გასკდებოდა ასე მეგონა თვითმფრინავი. ხო, საბჭოური ისტორიები ამ ეპიზოდში მრავლად იქნება, რადგან მამაჩემი ჩემსავით მოგზაური იყო საბჭოთა კავშირის დროს და სადაც შეეძლო ამის ყველა ქვეყანაში აქვს დადგმული ფეხი. რადგან იმ დროს საბჭოთა კავშირი ახლანდელი ჩრდილო კორეა იყო და იქიდან გასვლაზე მხოლოდ შეიძლება რომ გეოცნება. ისიც ჩუმად, რომ ვინმეს შენი ფიქრების ხმა არ გაეგო. ამიტომ ჩვენც პირველად ბრიუსელში ჩამოვფრინდით, რომ მოგზაურობა ევროპის დედაქალაქიდან დაგვიწყო. აქ არის Deep State-ის თავარი სტამბინა. Deep State-ის და გლობალური ომის პარტიის თავარი სტამბინა არის ბრიუსელში. თუმცა მამაჩემს აჭკარად ბრიუსელზე მეტად მიწაზე ფეხის დადგმა ახარებდა. რაღაც ვირა მიწაზე ფეხი დავდგე. უდად 20,000 კილომეტრს გავივრი. ვсё, ახლა აღარ ეშინია დავიდო. რადგან ამ ქალაქის მთავარ მონუმენტზე მას ასეთი რეაქცია ჰქონდა. ეგი რა არის? ეს არის ავტორი ისაა. ეგი არის. კარგი, არა, ბუდამცინი ვითხარი. არა, ეს არის ვასლაგა. სერიოზულად, ხო? ეს არის თავარი, რამდენი ხალხი მოგობს, რა ხედავ მოწევს. პირველად რომ ნახე, ამყოფია ბრიუსელში ეს მეგონა დიდი. და არის აი ამ ხელა. არ მოგეწონა დავას? აცი კი არა, ეგი ბავშვია. ხო, ბავშვია. ნუ არის გამომეტოდა ახლა, ნორმალური არის. ჯერ ვერ აღფრთომა და დავაზე ბრიუსელი. წავე სხვაგან წაგიყვარი. უცრებული არაფერი. აი, ამას კი შეიძლება უყურო მთელი დღე მაგის. აჰა, ეს მოგეწონა ხო? ძლივს რაღაც მოვაწორე თავაზის მეგობრებო, რა ჩამოვე. მაგრამ წინ კიდე 7 ქვეყანაა და რა ვიცი. გადაიღე ის უყურა. გადავიღე ამას ლიგაში. თამაზ ყველაფერს გადავიღე, ეს გადავიღე, თამაზ ვიღებ, შენ რო წარგოლია მაშინ ვიღებ. ხო, წინ კიდევ 7 ქვეყანაა და მე და ამაჩემს ყველა ქვეყანაში რომელსაც გავვლით, ერთი დავალება იქნება შეასრულებელი, რომელიცაც იქაური წესების დარღვევა იქნება, ან ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი აქტივობა. პლუს უნდა მოვასწროთ და თამაზის დაბადების დღისთვის იტალიაში აღმოჩნდეთ, რადგან ეს ყოველთვის მისი ოცნება იყო. მაგრამ იმისთვის რომ ეს ყველაფერი შევძლოთ, აუცილებელია რომ მანქანა ვიყიდოთ, რომლის საკითხადაც ნიდერლანდებშია წავსულიყავით მეორე დღეს, ასე რომ სასტუმროსკენ გავემართეთ. ქართულად მოხარი გაიგონე. რა ვიცი, გაგნაირი კურიოზები კარგი. აუ ნახოთ ერთი ბიჭმა რა. ვა, ჯიგარია. ო, ნახე. ნახე, საწოლია. ჩემი აუ რა კაი საწოლია. დაჯექე? ახტე? დაგაია? რბილია? ამას არ გამოვიდა, მაგრამ კარგია დაგვიჯერე. მეორე დღეს კი ავტობუსით ამსტერდამისკენ გავემართეთ, რომ მანქანა აგვერჩია.
ქალაქში კი ღამე ვისეირნებთ Red Light District-ს და ვნახოთ თუ რა რეაქცია ექნება მამაჩემს ამაზე. თამას მოგეფანტება ყურადღება წავუყე. აბალი რეიტა. ჩვენი მანქანა რომლის ყიდვასაც ვაპირებ შეაძლო ყოფილიყო ასეთი. ასეთიც ან კიდევ ასეთი. ყველა შემთხვევაში ის 30 წელზე ცივი ან 6 წელზე უმცროსი და ყოფილიყო, რადგან ახალქოცური კანონმდებლობით სხვა ასაკის მანქანის გამბაჟებას დაახლოებით თირკმლის ფასი აქვს. He says that he has 1300. This is the maximum he has got right now. თუმცა ჩვენი ბიუჯეტი ძალიან შეზღუდული იყო, ხოლო მანქანების ფასები საკმაოდ მაღალი. ასე რომ ბოლოს ამ მანქანაში ამოვყავით თავი, რომელსაც დაახლოებით 4500 კილომეტრის გავლას ვაპირებდით. დღეს მე და მამაჩემი ვაპირებთ რომ ამ უმაგრესი მანქანით ჩამოვიდეთ საქართველოში, გადმოვიაროთ მთელი ევროპა და ჩავიდეთ ქუთაისში, ასე რომ ნახოთ იქნება თუ არა ესეთივე წვიმიანი ჩვენი ამინდი, როგორ ის დღეს და მოგზაურობ. როგორი სასაცილო არ იქნება ეს მანქანა, არ შეიძლება. ჩემზე უпроსტია ეს მანქანა. მეგობრებო, ესეთი მე მანქანის თუ შაგიტარეთ განახებთ საოცრებაა, რავი ესეთი არაფერი ნახია. თავარი არის ახლა როგორ გამოვივლით 4500 კილომეტრს, იმიტომ რომ გამოსავლელი არის ძალიან ბევრი არის. მანქანა კი საბოლოოდ მაინც 1300 ევროდ ვიყიდით. ამას დამატებული გადაფორმების და დაზღვევის ხარჯებით კი 1600 ევრომდე ავედით. რაც ცუდი ფასი ნამდვილად არაა. წინ ჩემი სპონსორის Allmarket-ის ლოგოს დავუმაგრეთ, რომელიც ყველა მოგზაურობაში ერთად არის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. და გზასაც გავუდაქით ყველაზე ქართულ მოგზაურობაში ევროპის გარშემო, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ცუდად დაიწყო. მოკლედ 1 საათია მანქანა ვიყიდეთ და ჯერ ხო ვერ დავაპარკინგეთ ვერსად. მერე ხო ტრამვაის მივყვებით უკან, მერე გზა აგვერია. მოკლედ საშინლად დაიწყო და იმედია მე იქით უკეთესი იქნება. ამსტერდამი არის საზიზღარი ქალაქი ვაგე მართულებით რომ მანქანა დააპარკინგო. არ არის საპარკინგო ადგილი ფიზიკურად. ეს რამშვიდა და ვითომ ავდო არ იგინებოდა 2 წუთი. პირველი ჭუბი იყო მე და არჩილის. სამაგიეროდ ქალაქს ნახულობთ კარგად და სწავლობთ ქალაქში მოძრაობის წესს. პოზიტიური აზროვნების ფსიქოლოგია ბატონი თამაზი. 60 ევროს ვიხდი პარკინგში ერთ ღამეში. ჰოლანდია და ჯანდაბა ამას. ყურები მაქვს ჩამოყრილი. თუმცა მოგზაურობის დასაწყისში ყურების ჩამოყრის და ნამდვილად არის. ასე რომ მე და მამა ჩემმა წითელი ფარნების ქუჩისკენ გადავინაცვლეთ, რომლის შესახებაც თამაზი თავიდან არაფერი იცოდა. და სადაც გადაღება ამ ექსპონატების გამო აკრძალულია. გამოულოცოთ აკაუროვა. სამოდ გამოულოცოთ. ამოღებული გა ის აფია? დაპორტ გიწყალს ამოღებული გა? სად მომიყვა რა? საუბარია. რაგი და რას მერჩი არში. ცხოველები რო არიან იმ გეში. ვოლიერი თუ რა ქვია, ჩაკეტილი ისე არიან საცოდავეის. ასე მგონია ზოოპარკში ჩამოვიარე. არა მართლა ეგრე, ახლა ვერ ვიგებ, მაგრამ რამდენიმე კადრი მაინც გადავიღე, გადახებ და აი რომ მოდი ხარ დანახი იქნება თქვენს გორგა, მაგრამ აი ზოოპარკში არის მართლა რაღაც ვოლიერში როზის ტიპი ეგეთი თემა არის და იქიდან გიყოს, მაგრამ ლამაზი ვოლიერებია, უნდა აღვნიშნო მე პირადად. შეიძლება რეაქცია არ აქვს, ამაზე არავიზეო. მე მგონი ნატორ არა ეჭვერას მაგითო მეუბნები. მეუღლებ გამომზარდა. ხო, დედაჩემის და ამაჩემის სიყვარულის ისტორია ბნელი 90-იანების ყველაზე ნათელი და ლამაზი წერტილია ჩემი აზრით. და თუ ეს ვიდეო 1000 ლაიქს ეავაკ, პირდებით რომ ერთადაც წამოვიყვან ორივეს სამოგზაუროდ. ასე რომ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მე და ამაჩემს კი მეორე დღეს პარიზისკენ მქონდა გეზი, სადაც სულ მალე სადაზღვრო პოლიცია გაგვაჩერებს, მაგრამ იქამდე გავაწყდეთ რომ ბრიუგეში შეგვიარა, რომელიც ბელგიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. მოკლედ მეგობრებო, მაგარი წვიმიანი ამინდია და მე და მამაჩემი ვართ ბრიუგეს ცენტრალურ მოედანზე. ხომ დავართ? ბრიუგეს ცენტრალურ მოედანზე და თან ქუთაისურად ვარღვევთ. ხო, ყველაფერი დავარღვეთ. აი, დავარღვიეთ ყველა. აი, კამერა არის წინ ევროპის ყველა წესი. მართლა ყველა წესი დავარღვეთ ევროპის ასარსებოდა და იმედია ჯარბები არ მოგვივა გზაში. მაგასაც გეტყვით ვიდეოს ბოლოს თუ მოგვივა, იმიტომ რომ ჩვენს ვიდეოს ბოლოს გავიგებთ, მოგვივა. იმიტომ რომ საზღვარზე გვეტყვიან, იქამდე ვერ გავიგებთ მაგას. აგერ ეზო შეშორსული ყავი. არა, თამაზის კი არა, ქუთაისში შედიხარ. ეს დადის ხალხი გარეთ წვიმს, ჩვენ ლაქშერი თუ არ შეფარგლურები, ცოტა არა ლაქშერი მანქანაში. აქეთ ნახე, დასაყენებელი. აი დროშად ჩავოკიდა თამაზიმ რომ ხალხმა იცოდეს ვინა ვართ. და ასევე მე ჩამოვკიდე წინ ჩემი Allmarket-ი, ჩემი სპონსორის ლოგო რომ თელმა ევროპამ იცოდეს რა არის Allmarket-ი, რომ თუ მოუნდათ რაღაც Amazon-იდან კი არ გამოიწერო, Allmarket-იდან რომ გამოიწერო ყველაფერი. ბრიუგეში მე და ამაჩემმა ეს ტრადიციული საჭმელის დავაგეუბნეთ, რადგან თამაზის აი ასეთი კომენტარი ჰქონდა. მე სიწყება ახლა ასე რომ ჯამ, მაგრამ უნდა შეწყობა თამაზ. რა ვიცი ახლა. ისტორიულ ცენტრში მანქანითაც შევაჭერეთ, რაც თურმე აკრძალული იყო. აბა, ბელგია ქუთაისი.
ავედით? და სულ მალე პარიზის გზატკეცილზე ამოვყავით თავი. რადგან ამ დღეს მინიმუმ ეიფელის კოშკი მაინც უნდა გვენახა. აგვერხა მეგობრებო, მანქანაზე გაგვაჩერეს. არაიცი, ადის არაჩერებო. დავით, დავხოთ ხო? აწმული გვაჩერებს მეგობრებო. უცნაურად გვაჩერებს და წინ დგას და რა უნდათ ვერ გავიგეთ რა. არ გვიშვებენ და. იმედია არ დაგვერხება. Hello. I speak in English. Yeah. Can I record it? What? Can I record it? No, you can tell. საკმაოდ დიდი ხანი გჭხრეკდნენ, რაც ძალიან უსიამოვნო იყო, მაგრამ მე და ამაჩემს ერთი დიდი მიზანი გქონდა, რომ მთელი ევროპა ამ მანქანით გადმოგვეკვეთა და საქართველოში ჩამოსულიყავით, ასე რომ შუაგზაში გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებდით. თქვი, შენ თქვი. რაიცა, უსიამოვნო შეგრძნება იყო. გავჭხრიკეს, მაგრამ ნუ გამოგვიშვეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არაფერი ცუდი არ ქონდა წამოღებული და ყველაფერი კარგი. ჯერჯერობით, თორე მე იქით იტალიაში ვაპირებთ მაფიოზებთან შევლას. საიდან მოვიდე რატომ დაგვადგენ მევხვდები რა და იმედია კიდევ ბევრი შეგვიჩერებენ, იმიტომ რომ ამის ნერვები არ მაქვს ყოველჯერს. თამაზიმ საქართველოს დროშა აჩუქა. აი თქვენო, ჩემგანაც აჩუქრა და ესე უთხრა. A few moments later. ავტობანზე ვარ ცაცობში რა. და თამაზი მარჯვიდან უამგონებს მაგანებს და მეთქი დაგვაჯარებია. და ორი წუთი წინ იყო ის კრიმინალური პოლიცია რო გვედგა თავზე და. ხო, მაგრამ რა ვქნა, აქტერების შას მიჩორია. მაინც ეგრეა და. და მოგარტყა 200 ევროიანი ჯარიმა. რატო აღარ აფესარ ვარ ხედა, მარჯვნიდან უსტრებ, უბრალოდ გაჩერებული მე არ შეიძლება შეგასწრებ. აი, ეგეა. კაი, კაცო. პარიზში კი გარდა იმისა, რომ მანქანა ყველგან არასწორად გავაჩერეთ, ჰქონდა 4 ძირითადი დავალება. რომ გვენახა ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ლუვრი და რადგან უკვე ღამდებოდა და თან ძალიან დაღლილებით ვიყავით, აქტიურად შევუდექით ამ სამუშაოებს. მოგესალმებით პარიზი და მეგობრებო, გახედავთ ტრიუმფალურ თაღს, აი ამ ადგილას და ჩვენ ვართ პარიზში, ჩვენ ჩამოვედით და ჩვენ ვაგრძელებთ თამას როგორ მოგწონს პარიზი? მაგრად. ძლივს კაი ხასიათზე ვართ ამდენი უბედურების შემდეგ, რადგან აი ეს ხედი მაქვს. უკან უბედურების არა, პრობლემების. ნამდვილად უბედურების წინ გადავალთ ახლა მალე ეიფელის კოშკთან და ხვალ თამაზის დამატების დღიდან და ბასო ეგეც დასაგეგმია თუ რას ვაპირებთ ხვალ და როგორ ვაპირებთ გართობას. რას უკვე თამას? ნახოთ ხვალისთვის. ყველაფერი გადაიქნება. აგერ თამაზი ჩვენი მანქანა და ლუვრზე პირდაპირ ლუვრის ეზოში ყავს აპარკინგებული. თამაზი მოაპარკინგა. იმედი არ დაგვაჯარიმებენ, არ ვიცი, მაგრამ აი ხა როგორ უხდება შეხედეთ. ცენტრალურ მოედანზე დავაპარკინგეთ. თამაზი იმენა ქუთაისურად მოგზაურობს რა. ჩვენ გვაქვს ესეთი მოგზაურობის სტილი. ჰოპ ჰოპ ჰოპ. დავჩერდით, ნახეთ, გავიქეცით. ეხლა დავაიღო პატრული არ მოვიდეს, არ დაგვეწიოს, მაგრამ შენ ახლა დაგვადგეს და წამო გავიქეცით ეხლა აქ და ჩქარ. წავედით. ჩვენ სტილში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიც ვნახეთ და ეიფელის კოშკთანაც გავაჩერეთ მანქანა, რომ თამაშისთვის ახლო მენახებინა. რის შემდეგაც ისევ ჩემ სტილში დავარბოდი უკან. ეხლა გავბივარ მანქანასთან რომ იმე არ მომტაცოს. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ პარიზის ქუჩებში მანქანის სიარულის სულ სხვა გამოცდილება ყოფილა და ყოველთვის მემახსოვრება. მამაჩემს კი პარიზში გაახსნა თემა, რომელზეც ყოველთვის ჩხუბობთ, რომ მისი აზრით დროად ცოლი მოვიყვანო. მე მგონი ჰოლანდიელი გირჩევა რომ მოიყვანო ცოლად. არა, ქართველი. ქართველი, მაგრამ ისე ამათ შორის რო არჩიო. არა ვარჩი. არა. ქართველი. და ეს საუბარი მეორე დღესაც გაგრძელდა შვეიცარიისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის მეორე დღე რაც მოვდივართ ევროპაში, ავტობანზე, ეხლა მივდივართ ჯენევაში და მე სამი ქალაქი გამოვიარე, თამაზი სასწავლე ვერ ამირჩია, ეს სამი ქალაქი მოეწონა, მაგრამ ქალები არაო, ისევ საქართველოსკენ მიუწევს გული. ხო და ნახოთ წინ კიდე რამდენი რაღაც მოგვივა, ღმერთმა ეს ამ ორ დღეში უკვე იმდენი რაღაც მოგვივიდა, რომ მარტო ესეც გვეყოფა მთელი ისტორია რომ მოვყეთ ჩემი აზრით. თუმცა წინ კიდევ ბევრი პრობლემა იყო, რადგან მე და ამაჩემმა გმირობანას თამაში გადავწყვეტით და საქმე ძალით გავერთულეთ. რადგან თუ გერმანიის ავტობანით გავაწყვეტით ევროპის გადაკვეთას, ბევრად ნაკლები ხარჯი და ბევრად ნაკლები დამკოლებას გვექნებოდა. ხოლო საფრანგეთი იტალიის გზაზე ასე რომ დაგეწოდებულ ტოლებში დავტოვეთ, რომელიც ავტობანის გადასახადია. და წინ კი მონბლანის გვირავი გველოდა, რომელიც საკონტროლო გასროლასავით იყო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ვიცოდით. თუმცა ჩვენ ხო სწორედ თავგადასავლების საძებნად წამოვედით ევროპაში სამოგზაუროდ და პლუს მამაჩემის ოცნების ასახდენად, რომ დაბადების დღეს იტალიაში შეხვედროდა. ასე რომ ჟენევისკენ არხიანად მივდიოდით, სადაც მამაჩემმა ვლოგერობა ითავა, მე კი მესაჭეობა. მოკლედ შემოვედით ჟენევაში რა. შენ ხარ ბლოგერი, თამაზა, ნახე და გამოჩნდა ის ბლოგერობა, ნახე. თავდა ჩანდე. ეგ არის აუცილებელი. აი ბატონო. არის გამოჩნდა. მოკლედ შემოვედით ნეიტრალურ ქვეყანა ჟენევაში. პრობლემა არ ქონია საზღვარზე. მაგრამ უბრალოდ პარიზის მერე და თუნდაც ბრიუგეს მერე ძალიან იმედგაცრუებულები ვართ რა. კი, ლამაზი ქალაქია, ევროპული ქალაქი სუფთა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი.
თუ მოგეწონათ ამა ჩემი ვლოგერად, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო, რომ კიდევ წავით ერთად სამოგზაუროდ. ჩვენ კი ჟენევა მალე დავტოვით და იტალიის ალპებისკენ გადავინაცვლეთ, სადაც აი ასეთ ხასიათზე მოვედით. შედეგორიდი მოფრინავდა რანინა მესროსანი მეგონავო ნალინა თუმცა სამწუხაროდ განწყობა მალევე შეგვეცვალა, რადგან წინ ახალი სიურპრიზი გველოდა. ამ ბედკრულ გვირაბში მეგობრებო გადავიხადეთ 45 ევრო. 45 ევროიანი გვირაბი რა არის? ანუ და სხვა გზა არ იყო, უბრალოდ ვეღარ მივდიოდი ვერსა. და იმისთვის რომ გვირაბში შევოსულიყავით, გადავიხადეთ 45 ევრო. და კიდე გზაზე ხე ფული გადავიხოთ არწუებული ვარ რო გავალ. აი გამოვედით გარეთ. ჩვენს მოგზაურობაზე ამ დღეს რომ წიგნი დაეწერა და აუცილებლად ღვთაებრივ კომედიას დაარქვევდნენ. თუნდაც დანტე ალიგიერი საერთოდ არ ჩარეულიყო მაგ საქმეში. იმდენად სწრაფად და რადიკალურად იცვლებოდა ჩვენი ემოციები. ბევრი რამე მოხდა ბენზინგასამართ სადგურზე, არასწორად 200 ევროდ ჩამოგვეჭრა. მოკლედ მეგობრებო შეცდომა მოგვივიდა თუ წამოხვალთ ორჯერ. შეეცადეთ რომ ჩაასხათ ისეთ ბენზინგასამართზე რომელიც არის ქეშით რა ანუ ფულის გადაიხადეთ როცა იხდეთ ქართული ბარათით ორჯერ გაჭრით მოსდა ეხა არ ვიცი დაიბრუნდება თორე ფული უკან და ძალიან 500-ზე ვართ ორივე და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩვენს განწყობაზე. მაგრამ მამას ამ დღესაც ვეუბნებოდი რომ გავადრო და ყველაფერს ძალიან კარგად გავიხსენებთ თქო და დღეს როცა ეხლა აი ამ ტექსტს წერ და ვიდეოს ამონტაჟებ კიდევ უფრო რწმუნდები ამაში. ზოგადად როცა მარტო მოგზაურობ ბევრი სირთულე გვხვდება და ხშირად ეს ყველაფერი ძალიან სტრესულია. მაგრამ მე არის ეს ერთი ლამაზი მომენტი რომელიც ყველაფერს გავიწყებს. აი ახლა გავაჩერეთ მეგობრებო. თამაზი მითხრა ანუ ახლა რო არ გავაჩერო არ შემიძლიაო მამაჩება და აი უკან ჩას ეს შენობა რა. აი სიმბოლური იყო ახლა თან ზარების რეკვაც რა ახლა გაჩერდა აი სიმბოლური იყო რომ რა რო არ გამეჩერებინა აი მარტო ამ შენობის დახვისთვის და ამ ეკლესიის დახვისთვის ღირდა ამ გზით განა ძალიან მაგარია რა ან მეც ეს თან ძალიან გავს საქართველოს ჩვენ ვამბობდით ყველგან რომ თები ყველაფერი მაგრამ ამ თავისი ის აქ დავახასიათებდა და ძალიან ლამაზია რა უფრო კომფორტულადაა ყველაფერი და დიდრულად მოწყობილი რა ეგრეა მაგრამ დანარჩენი აღა ბუნება შეიძლება ჩვენთან უკეთესიცაა რაღაც მომენტში არა ძალიან მაგარი ეს შენობები ისე არის ჩასმული რომ ავი საოცრებაა რა ძალიან მაგარი აი ღამე კი ძალიან გავგვიმართ რადგან უკვე 20 მაისი იყო რაც იმას ნიშნავდა რომ მამაშემს დაბადების დღე ჰქონდა და ზუსტად ჩვენი ნაქირავების სახლის წინ სრულიად შევდღვევით ღამის 11 საათზე პიცერია აღმოვაჩინეთ რომელიც ერთადერთი ღია ობიექტი იყო მთელს კურორტზე. და ხო, მამაჩემისთვის კომენტარებში დაბადების დღის მილოცვა არ დაგავიწყდა, რადგან ძალიან გაუხარდება. აი მართლა ეგეთ ადგილას არ ვართ რომ იმენ ზარ იტალია იგრძნობა ჩვენი მადლობას ბიჭო რა უნდა მოსო წამოვიყვანი ამ ხელა გზაზე მოვიყვანი აქ ყველაფერს მევიხდი და კიდე უკმაყოფილოა რა ყველას გაუმარჯოს ვიც დღევანდელი დღეს გავახსენდი და მომილოცავ დღევანდელი თქვენ არ ვიცი რა ალბათ ჩემს სიცოცხლეში აბლაერი დაბადების დღე არასდროს არ მექნება აწი და არც მქონდა კიდე მაგრამ რატო არ გეკდება მაგაც ძველი ბევრი დაბადების დღეა წე რა თუ მოახერხებ და ხაბარა კი მექნება რა ასეთი გასწორებული და ზარრიდობა მართლა მთელი დღეა მოვდივარ დავიხალეთ აი სახი გადაგოძორა გზაში და აი ჩვენი სახლის ისაც ვიქირავი აღმოჩნდა ეს პიცერია და შემოვედით რა და ძალიან სავსეა და ხალხი და ძალიან კაი ვაიბი აქ რა ამაჩემ მე ყველაზე პრეტენზიული მჭაველით სოფლებს კი ვიცნობ და ამ დროს მე მისუშვი რომელიც ვითხას ურახონებ ხოლმე ხანდახან უცხოეთში თქვენგანაც ვეთ ქართულებო ხო მართლა ყველა თქვენი კომენტარება თქვენი დალაიქება თქვენი მხარში დომა არის ძალიან დიდი мотиваცია აი პატარა კარგი სიტყვებიც კი ადამიანმა შეიძლება აი სულ ცოტათი რომ კარგ სიტყვას დამიწერ შეიძლება ძალიან დიდი რაღაც გამოიწვიოს მაგალითად ნეტი мотиваცია უნდა და ყოფილა ეგეთი ძალიან ბევრი შემთხვევა და მადლობა ყველა მათგანს ვინც ეგ გააკეთეთ ჩემთვის მაგრამ მაგარი გემოვიცავი მეორე დღეს ადრიანად დავდექით, რადგან იტალიის სამხრეთით გემი გველოდებოდა, რომელზეც მანქანა უნდა აგვიყვანა, რომ საბერძნეთში გადავსულიყავით. იქამდე კი კომოს ტბაზე შევიარეთ, ეს ამაჩემმა მანქანა ისევ ყველა წესის დარღვევით ზუსტად ტბასთან დააპარკინგა. ისე ვარღვევთ, რომ რავი, ნელა არ მოდები. ნელა გეშინია, ბიჯო. ყველგან არის აგზავო, ყველგან აგზავებს შეხედა ჩვენ მოვდივართ. პირველი სასაფლაო ნახე, აგერ ეში რა გვიანდა ევროპა გადავიარე და მაინტერესებდა სასაფლაოს ნახვა და რატო სასაფლაოს ნახვა რატო გაინტერესებდა მაინტერესებდა რა რაღა სასაფლაო ამდენი რამე განახედა სასაფლაო გაინტერესებდა მაინც დალოცვილო თოთა შევიდა საათ შეხვიდე გადაღობილი არ შეიძლება გიმენა
ბოლოს მარ ციხეში გავათენეთ მე თამაზი ოიჭვერს რაღაცებს აკეთებს. მე რიწაზედაც ვარ ნაყოფი. აფხაზეთში. აფხაზეთში, ხო. და გავს. ხეობაში და ის პატარაა, მაგრამ აი კიდე ამაზე უფრო ლამაზად არის ჩაფლული მთებში და რომ ყავს ანახი მეც ეგრეა, ძალიან ეს მწვანეა. უბრალოდ დიდია და შეიძლება, მაგრამ აი ესე ძალიან ლამაზი, აი ძალიან ლამაზია. ომოდან კი ვენეციისკენ დავიძარით. გზაში კი მამაჩემმა ადგილობრივი მევენახეები დაინახა და რატომღაც მასში ისევ სუპერ გმირმა გაიღვიცა და თავად ნახეთ რა გააკეთა. კეთილ ხალხთან მივდივარ, კეთილ ხალხთან და მშრომელ ხალხთან. საჭყა ჩავარდი არჩი. Buongiorno. Buongiorno. Georgia. Oh, Giorgia. Giorgiani. Grazie, grazie. Solo per me. Cristiani. Solo per me. Grazie, Grazie. Grazie. რა უკრა არჩი. იმრაელი მშრომელი ხალხი ვნახე. ნახე ამოფოყდი. ვაი, თუ Georgia გარე. დაცნობა. გრაცია მილე. ამდენი ბოდიალის მერე კი ვენეციას გვიან ღამით მივადექით. დაგვაღამდა მეგობრებო, მე მგონი არც ჩადვართ, მაგრამ ჩვენ 6 წუთში 5-ში უკვე ვენეციაში ვართ და განახებთ რა ხდება იქ. არ გავიმართა ხალხო, ვენეციაში ვარ, მაჩემთან ერთად შეყვარებულის ნაცვლად. თამარ ეს რა შეყვარებულს განახებო, ქალსო, მაგის დავატირო მე რა, ჩემი დახვებოდა, ჩემი შეხვედრა ღმერთმადიდან ღმერთმადიდან. არ მანახი, შენ მე მეგონა მაგის გამა მოკავდი და აი კიდე არის წინ ქვეყნები და რამე იქნება წამოწა. არა. ასე რომ გავაწყვეტ ერთი პატარა ფოკუს ჩაგვეტარებინა. ნახეთ მე და თამაზი ხა ჩავატარებთ ფოკუს ვენეციის თავი კათედრალად. თამაზ დავუკარეთ ტაშებიდი. ფოკუს ჩვენ ისე ვენეციაში ვართ, მაგრამ გათენდა მეგობრებო, აქა ვართ და ეხა დღისით დაგათვალიერებებთ ვენეციაში ჩვენთან ერთად. თამაზ, აქაც თუ არა ვარჩიეთ ჩვენ ჩემთვის ხალი, დამთავრებული ამბავია მე. ესე იგი, არჩის აქ ლამაზი მუსიკის ფონზე, ლამაზი წყვილების ფონზე, ნამდვილად მოუდა ოჯახის შექმნა. ოჯახის შექმნა არა, მაგრამ სხვა რამე მომინდა ის გოგო რა დავინახე, აი გოგო იყო ძალიან კი. წავეც. ხოდა ვენეციაზე კარგი ადგილია, საიდან დამიანონსებია მეგობრებო და მომავალი 6 თვე ჩემი პარტნიორი და ჩემი მეგობარი იქნება სუპერ აპი სამოგზაურო ინტერნეტი, რომელიც დავეხმარება რომ სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან თქვენთან მქონდეს ესეთი ულიმიტო მიმოცვლა ჩემი კონტენტის. 5 ქვეყანა უკვე გამოვიარეთ, თავი დავიყავით ჰოლანდიაში, მერე ბელგიაში, მერე გადმოვედით საფრანგეთში, მერე შვეიცარიაში და ეხლა ვართ იტალიაში და ყველგან იდეალურად იჭერდა და კიდევ ბევრ ქვეყანას გავივლით. წინ ასე რომ შეგიძლიათ ვიდეოს ბოლომდე გამოვკვიდათ, თავად ნახოთ რამდენად კარგად მუშაობს ეს ინტერნეტი. აბა ჰეთ, აბა ჰოთ. აქვე თუ სამოგზაუროდ მიდიხარ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩემი პრომო კოდი ACHI SUPER SIM და ჩემგან მიიღებთ 1 გიგაბაიტ ინტერნეტს საჩუქრად ევროპასა და თურქეთში. აგერ ვენეციაშიც გავატარე მანქანა. ბატონო. ამაგარი ისტორია მოსაყოლი ვენეციაში მანქანით გვაქვს აგულავები ჩვენ. პარიზში მანქანით გამოვისეინეთ ჰოლანდიიდან. გემამდე კი დაახლოებით კიდევ 4 საათის გზა იყო და მასზე მანქანის აყვანა და მგზავრობა დაახლოებით 350 евро დაჯდა ორ ადამიანზე. ასევე 350 евро ქონა დახარჯული საწვავზე, ტოლებში 150 და პლუს გვირაბში 55, რაც მხოლოდ მანქანის ხარჯების გათვალისწინებით დაახლოებით 50 ევროა. პლუს პარკინგით და გაუთვალისწინებელი ხარჯებით კი 100 ევროდან ახლავთ ჩვენსავით მსგავსი მარშრუტით დააპირებთ მოგზაურობას. გემთან კი თავის დროზე მოვედით და ყველაზე მეტად სწორედ ამ გამოცდილებას ველოდით ორივე. მე და მამა ჩემი მოვედით ახლა უნდა ჩავждეთ ამ გემში. ეს ძალიან მაგარი გემია რა. ანუ ამით თუ მივდივარ, ღირდა ძმაო 350 ევროს გადახდა რა. ძალიან მაგარია და A few moments later. არ გაგვიმართლა მეგობრებო, ეს ყოფილა ჩვენი გემი სატრანზიტო შეულებრივი და არა ის. მაგრამ წამოვნახოთ როგორია გემი, იქნებ კარგია შეგიდან მაინც. თამა, სადა მოდიხარ ეს? ასე მითხრეთ და რა ვიცი რა გარჩი რა. არა, ხო და მაგარი ხარ იმენა რა. როდეო. და გარეთ ვაკეთებ მანქანას? ალბათ გარეთ ვაგენებ. მე შვარცნეგერი რო ვარ, არის ვიდეო. შვარცენეგერი გია თუ რა ქვია, რა ვარი? შუმახერი იყო. შვარცენეგერი არა. andare sulla linea gialla, non andare sulla linea gialla. No. მანქანა დავაკეთე და ნახეთ რა სიმიწროვე, ანუ ძლივს გავდივარ რა, ანუ სადღაც აქ ვაფშე როგორ გავიდე, რა ჩანდაბა. წამო ეხა ავიდეთ ზემოთ. ჩვენი გემი რომელიც ყოფილიყავით და შეგვეშალა. იტალიიდან საბერძნეთამდე გემს დაახლოებით 18-დან 22 საათამდე ჭირდებოდა. ასე რომ დრო იყო რომ ამდენი კილომეტრის გავლის შემდეგ მე დამაჩემს ცოტა ხანი დაგვესვენა. სანამ გები გავა მეგობრებო, ესე წამოვწეგით მე და თავაზი. აქ და ეხა მთავარია თავაზი.
გემზე გული არა გერიოს. ნახოთ ისე ბაჟოში ამერია ერთხელ გემზე გული. აი მარტივი მზის ჩასვლაც კი საკმარისია რომ ადამიანი იყო ბედნიერი მე მგონია. აი ძალიან ლამაზია. რა დაარქვი მანქანას? როსინათი. რა როსინათი რა ჩანდავი. რაი განახებ რა. თელიღამი აქ უნდა ვიყოთ და ხვალ ჩავალთ აქიდან უკვე მომეც სამერზე. გემბანზე არა. დრო კი ძალიან ნელა გადიოდა, მაგრამ გემბანზე ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო. ვირუჯებოდით და ბევრს მაემუნობდით, რასაც ამინდი კიდევ უფრო უწყობდა ხელს. და ამ დროს არ ვიცი რატომ, მაგრამ მათემატიკოს მამაჩემს მუზა შემოაწვა ასე, რომ პოეზიის 30 წამის სტუდიაში. ფიტფრინავით ვიარეთ. მატარებლით ვიარეთ. ავტობუსით ვიარეთ. ხომალდითაც ვიარეთ. მერსედესით ხომ ვიარეთ და ვიარეთ. 9 და სხვაც კი გადავიარეთ. მოგწონს? უნდა დაგაბრუნო შესასწრაფოდ მე ხმელეთზე, თორე სულა დააშენს. ასე არაფერი არ გამოვა და ამას თუ არ დაგაბრუნე უკან ხმელეთს. მეგონი ვაფრენ. A few moments later. წამო! ველოდებით კოკის პირულს. დაწყებული აქვს. ველოდებით კოკის პირულს. წამო მარტო დავსვენდები. რა არის, კარგი ცივა, წამო. ველოდებით კოკის პირულს. აგიჟდა, всё, წამო თამას, გეხობა ის ხვის ავადმყოფობა. იმედია მანქანიდან არ წაგვიღებს. რა ჯანდაბა? ამ იდეალური ამინდიდან გეტყვით მეგობრებო, რომ გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი და 100,000 გამომწერზე ყველაზე მაგარ ვიდეოს გივზადებთ არხზე, ასე რომ მალე ავიდეთ ძალიან გთხოვთ. გემი კი საბერძნეთის საპორტო ქალაქ იგუმენიცაში გაჩერდა, სადაც ქუთაისამდე კიდევ 2400 კილომეტრი იყო დარჩენილი. მე და მამაჩემი კი გემიდან ძალიან კარგ ხასიათზე, მაგრამ ძალიან დამწვრებით ჩამოვედით. ხო გითხარი, დავიწვევით თქვა. ვაფერა ვარ გოჭი. გოჭი არ მიყვარს, მე უფრო ვირთხა. ჩვენი ყოველდღიურობა ხო ჩემს თავაზ. ვაიმე შიანელე. მე ახო წინწადი. უიგზაგვერია ამის დედა მო. მე გამოვა კაი უკან დავხევ მოიცა უკან ვიღაცა მადგას პატრულის მანქანა და მე ეგრე რაღაცა ესე გამოდის საბოლოო ჯამში. ასე რომ გზად მე და ამაჩემმა დეიდაჩემთან შევიარეთ, რომელიც 15 წელზე მეტი არ ყოლა ნარახი. კი ჩემზე ახალგაზრდად გამოიყურება. დეიდა ჩემი ამ შემთხვევაში, მაგრამ აგერ რა მიწელს ახლა. აქ ვარ 30 წელი, ეხლა შემისრულდება 30 წელი 25 მაისს. დედა ნახე სად ვარ? რა სიურპრიზი მომიწვა შენმა აჩიკო. თამაზი? თამაზიმ და აჩიკომ. დედა ნახე? გამაგახე მეუღლე. ნახე როგორ დაიწვა. რა შევიდა? ნახე როგორი დამწვარია. ჩვენ სახში? მეორე დღეს კი კარგად დასვენებულები თურქეთის საზღვრისკენ გავემარეთ, სადაც ჯერ არ ვიცოდით რომ ძალიან დიდი პრობლემები გველოდა წინ. ეხლა არის ყველაზე საკრალური მომენტი რომ ნახოთ რაც ვარ ღვიეთ და ამან ამდენი ქუთაისელი ვარ როიძახა ამოგვადენენ თუ არა აქ და ნახოთ დაგვაჯარიმებენ თუ არა საზღვარს ის 80 ევროები თუ მოვიდა ყველაფერი აქ დავტოვებთ ამ მანქანასაც და წავალთ ფეხით საქართველოში საბუთები წარადგინეთ არის უფროსო. დასტრაფოდ არის უფროსო. აქ კი მაიმუნობდი, მაგრამ რეალურად მალე ყველაფერი ძალიან ცუდად წავიდა. საზღვარზე ცხოვრებაზე გაბოროტებული მებაჟე შეგვდა, რომელსაც ძალიან ბევრი ვეჭხუბე. თრალი ხო არა? მამაშებს კამერას მივეცი რომ გადაიღო, მაგრამ ისე ინერვიულა რომ მთელი ეს დრო სადღაც სხვაგან იღებდა. მე 2 საათი გარეთ წვიმაში ვარკვევდი იმ ყალბის საბუთის შესახებ, რომელიც ვითომ მაკლდა და ამის შესახებ მანქანის გამყიდვასაც დაურეკე, რომ რამე გამერკვია, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. მოკლედ რაღაცაო ფული უნდათ რა. ხო, მაგრამ მე არ ვიცი ახლა ხსავი როგორ დავაზო ადამიანს რანაირად გავაკეთო არ ვიცია. 160 კილომეტრს ვაგებთ, ესე იგი ფაქტიურად. კი, და გამოვა თუ არა, კიდე რამე ხო არ ვიცი. და რახაც გამოვა თუ არა არ ვიცი. მაგრამ რა იცოდა მე მქონდა თუ ესო. აუ რატომ აჩხუბე მე გავიგე რომ არის და მე რა ვქნა. დედა მაგის დედას მე რა ვქნა ეხლა რა ვქნა. ბევრი ვიჭხუბეთ და ვიკამათ, რადგან ძალიან გაბრაზებულები ვიყავით და საბოლოოდ მაინც ბულგარეთში გავაწყვეტეთ წასვლა, რადგან აქ დაახლოებით 250 ევროს ოდენობით ქრთამს გთხოვდნენ და ეხლა ვგონდა რომ იქიდან გვეცადა ბედი. ჩვენ ისევ ბრუნდებით სახე წაშლილები
მამაჩემმა მეგონა ის კადრი მაინც გადაიღო ის კაცი რომ მეჭყვებოდა თურმე ეს არ გადაუღია. ჩვენ არ ვართ მექთამე ხალხი ცხოვრებაში. აი ვერც კი შევკადრეთ რა. ცხოვრებაში ქთამი არ ვიცი, არა ვიცი რა თქმა უნდა არ ვიცი როგორ შეიძლება მაგის აკეთება რა. არა და იმენა ითხოვდნენ ქთამს. საბერძნეთთან და ბულგარეთთან კიდევ დიდი გზა იყო და ამ ძველ საზღვარსაც მოვადექით, რომელიც მორდორივით გამოიყურებოდა. საბერძნეთი ბულგარეთის საზღვარი. ეს რა საზღვარი საწმენდისაა, ვიჯო. გადი ეთქვა ისა დეზო ბარიერია, რა ვიცი მე. ად ჯანდაბაში მივდივარ. ვიღებ არა რა არის ეს რა ჯანდაბა. ის შემდეგაც ბულგარეთით გადავედი და თურქეთის საბაჟოსთანაც მივაღწიეთ. ვართ მეგობრებო ბულგარეთის საზღვარზე. აქაც თუ არ შეგვიშვეს. მე კარგად მეყოლეთ. არ ვიცით. მე მართლა აღარ ვიცი რას ვიზავთ. წარმოდგენა არ გვაქვს. ნერვიულობთ, მაგრამ აქ თამაზის ფერი აქვს წასული სახეზე. წითელი იყო და აღარაა წითელი გალური. აქ დაედება მუსიკა დუნ 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 დუნ. და თუ გაგვიშვეს მე იქნება რა 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 რი რა რა და თუ არ გაგვიშვეს მე იქნება კვა 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 კვა. ეგეთი მუსიკა იქნება და დავრჩებით აქ. ნუ ამ მუსიკებიდან ზუსტად არც ერთი არ მოერგო სცენარს, რადგან 2 საათიანი ქრთამზე ჩაიჯის მერე ძლივს გადმოგვიშვეს თურქეთში. რითაც თან გახარებული და თან ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რაც საუბარზეც მეტყობა. ჯერ ხო საბერძნეთში არ გამოგვიშვეს, იმიტომ რომ იქაც ფული უნდათ რომ გადმოვეშვით ამ მანქანით და იგივე იყო ბულგარეთში რა. ფულიო, რა ვიცი, ადმუშაობთო, ფული ბევრი გექნება თქვენ ესე რომ მოგზაურობთო, რამდენი ფული გაქვთო და ბოლოს აი იმე მეორე კაციც მოვიდა. ისიც ფულზე ვეკაჩავებოდა, ანუ ცხოვრებაში ქრთამი არავის არ მიწია, რანაირად ვიმეცა ქრთამი, რაზეც ანუ სწორი ვარ რომ გადმოვიდე რა. ერთი თეთრიც არ მივეცით, ისე გამოვედი და კიდე რაც მინდა რომ თქვა რომ ჩვენ საბაჟოს ვენაცვალე. მე ვერ წარმომიდგენია რომ მართალია. საქართველოს მებაჟეებმა აი აქ რაც ბულგარეთში იკადრეს რომ ეს ეკადრებიათ. აი ვენაცვალე საქართველოს და ეგ მენტალობა არის, ეგ მენტალობა შემოვიდა ჩვენთან რევოლუციის მერე. და ანუ ეგ საბჭოთა მენტალობა რაც აი აქ ბულგარეთში რომ ისე მექრთამეები და ჯანდაბები და საზღრები არიან, ეგ მენტალობა რომ საქართველოში არ არსებობს და მეც რომ ჩემ თაობას რო არ წარმოგვიდგენია რომ ქრთამი შეიძლება მე მივცეთ და ანუ მაგაზე დიდ დანაშაულად არაფერს არ ვთვლით, ეგეც არის იმ რევოლუციის ბრალი, რომელსაც ვიღაცები აგინებენ დღეს და ვიღაცები პატარები მიყურებთ ამას, რომელსაც არ გახსოვთ ვარდების რევოლუცია და არ გახსოვთ იქამდე საქართველო როგორი იყო და ვისაც დღეს 2013 რევოლუციას გიგინებენ, იცოდეთ რომ მაგაზე ცუდი ხალხი და მაგაზე მოღალატე ხალხი არავინ არ არის, ვინც მაგ რევოლუციას აგინებს, იმიტომ რომ თუ რამე კარგი არის ქვეყანაში, არის იმ რევოლუციის ბრალი, რომელიც იყო 2003-ში საქართველოში. ცივილიზაცია რო ვართ, 2003 წლის რევოლუციის ბრალია, თორე დღეს ვიქნებოდით ამათზე უარესები. და ესენი კი ბატონო, ძალიან ეხავს რომ ბულგარეთი არის ევროკავშირის წევრი და ჩვენ არა. ეგეც იმის ბრალია, რომ ჩვენ არ ვართ და ევსენი არიან, რომ ცუდი ხელისუფლება გვყავს. ასე გაბრაზებულებმა კი მთელი ღამე სტამბოლისკენ ვიარეთ, სადაც სასტუმროში მისვლის მერე მამაჩემმა მაინც ვერ მოისურა და გარეთ გასვლა მთხოვა. მოკლედ ახლა არის ღამის 2 საათი, ძლივს ჩამოვაღწიეთ. სტამბოლამდე და თამაზი ღამის 2 საათზე მამაჩემი მაინც გარეთ გამოვიდა. ხალხო მეტი мотиваცია რა გინდა და ახლა ჩვენ ჩაგიტარებთ უკვე თქვენთვის კარგად აცო ფოკუს. თამაზ თუ შეიძლება ფოკუსი ჩავატაროთ. და გათენდა მეგობრებო და ჩვენ ვართ სტამბოლში. თამაზ როგორ მოგწონს ფოკუსების კეთება? რო დავამონტაჟებ მე ნახავ ვიდეოში როგორი მაგარი ფოკუსი არის. სტამბოლზე ისტორიების მოყოლით თავს დიდად არ შეგაწყეთ, რადგან ამ ქალაქზე ძალიან ბევრი ვლოგი დევს და ალბათ ანახიც გეკეთებათ. ამიტომ მხოლოდ ამ მომენტს ამოვწრით შევიდა მამაჩემის მეჩეთში შესვლის სცენიდან. ზეგი შემეშალა კი და პირველი გადავიწერე. რა ქვია? შედი. სტამბოლიდან ქუთაისამდე კი ლამის აღარ გავჩერებულ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გრძელი სწორედ ეს დარჩენილი მონაკვეთი იყო. მხოლოდ ერთხელ შევისვენით ადგილობრივ რესტორანში, რაღაცნაირად ბავშვურად გვიხაროდა, რომ მალე სახლში ვიქნებოდით. სიმართლე რომ გითხრათ, რაც წამოვიზარდე, სულ გონებაში მქონდა, რომ ჩემი მშობლებისთვის მათი ოცნებები ამეხდინა. რადგან მას მერე რაც მე და ჩემი და დავიბადეთ საკუთარ ოცნებებზე რატომღაც აღარ უფიქრიათ. მამაჩემმა ბოლოს 30 წლის წინ იფრინა. დედაჩემი კი დღემდე აფხაზეთიდან დევნილი პატარა გოგოა, რომელსაც ყველა ოცნება წინ აქვს. შემჩეული მაქვს, რომ საქართველოში მშობლების დასულ ასაკში ვეღარ ბედავენ, რომ საკუთარ ოცნებებზე იფიქრონ. რადგან ჩვენს ბედყ ქვეყანაში ადამიანებს ოცნებებზეც კი ლიმიტები აქვს დაწესებული. განსხვავებით ევროპელებისგან და ეს კონტრასტი ყველაზე კარგად ჩემს სამთვიან აზიის მოგზაურობაში შევნიშნე. სადაც ძალიან ბევრი მამაჩემის სწორი ადამიანი გავიცადი, რომლებიც ცხოვრებას პატარა ბავშვივით თავიდან იწყებდნენ. მოგზაურობის მთავარი სიკეთეც ეს არის, რომ როგორც შენს თავზე, ასევე სხვა ადამიანებზე ბევრ ახალ რამეს იგებ. და ამ გვერდზე სწორედ აი ამ ამბებს გიზიარებთ ხოლმე. იმედი ამაჩემს მივეცი мотиваცია, რომ დროა მისი ოცნებების გაიხსენოს და იგივეს მალე დედაჩემის შემთხვევაშიც ვაპირებ. მაგისთვის კი მეტი სპონსორი, მეტი ნახვა და შენი მეტი ჩართულობა მჭირდება. ასე რომ, აქ კიდევ ერთხელ გთხოვ, რომ გამოიწერო არხი, დამილაიქო ვიდეო და დამეწერო გულწრფელი კომენტარი, რომელსაც ყოველთვის კითხულობ. 9 დღიანი მოგზაურობის შემდეგ კი მე და ამაჩემი სარფში შემოვედით.
ისე თამას გადმოსული ხარ, ეხლა და უცებ მკითხავ ბოლოს ქართულობის წარსულის საბავშვო, ხო არ გიგზული არა მე რო გადმოხვედი. ესე იგი, ხოცებო არ ინერვიულოთ, ქართველობა შევინარჩუნეთ. შედარჩუნებული არის. კი ბატონო. დიდი მადლობა. კარგად. დიდი მადლობა, კარგია. დავშვიდით, მოკლედ და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ კიდე ყველას.